წინ დატოვა რუსთავის ციხის მე-12 დაწესებულება ნათია თამაზაშვილმა ის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ციხეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს. დღეს ის პირველებთან ამბობს, რომ ის რაც ამ დრომდე სათქმელი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან უკვე ითქვა და შესაბამისად ამ ეტაპზე დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი განცხადების გავრცელებას არ აპირებს. რაც შეეხება სხვა კითხვებს, ის უპასუხოდ ტოვებს კითხვებს. რუსთავის ციხეში ასევე იმყოფება მიხეილ შაყულაშვილი, ის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატია, თბილისის ყოფილი პროკურორი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რუსთავის ციხესთან მედიას არ შეუმჩნევია. დღეს ის პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა და ბუნებრივია მასთანაც ვიკითხეთ, ის აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მონახულებას, თუმცა ის გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე სხვა პატიმრის მოსანახულებლად ჩავიდა რუსთავში, თუმცა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დღეს მან მოინახულოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია კითხვები, რომელიც არსებობს ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ ადვოკატებთან დავსვით. ეს კითხვები კი შეეხება იმას, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება მიმდინარეობდეს ახლა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რაგიღა ისაუბრობს მამის დაჭერის მუქარაზე, არის თუ არა რაიმე საქმე აღძრული ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ან იყო თუ არა ის გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში. გარდა ამისა, კითხვები არსებობს იმის შესახებ, თუ რა კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთხოვენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა ამ კითხვებზე ადვოკატებისგან ჩვენ პასუხებს ვერ ვიღებთ. მასალა შევიღეთ მოსანახულება. მაშინ ისიც რა მაინტერესებს, ხომ არ გვაქვს ინფორმაცია ამ დღეებში იქნება თუ არა? ყველაფერზე ამ შემთხვევაში შემიძლია ეგრევე გითხრათ, რომ კომენტაროთ. იმყოფებოდა ტარიელ ღარიბაშვილი დაკითხვაზე მის წინააღმდეგ არის რაიმე საქმე აღძრული? კომენტაროთ. და დღეს შეხვალ თუ არა, გვიდასტურებ თუ არ გვიდასტურებ? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ახლა ამ ეტაპამდე ირაკლის ისეთ გადათქმაც უნდა და გაცხადებული აქვს უკვე და დღეს დამატებით ახალს ვერაფერს გეტყვით. ამ დღეების განმავლობაში ხო არ იქნება რაიმე? ვერაფერს გეტყვით ჯერ წინასწარ. ტარიელ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ხო გეტყვით, მას დაწყებულია საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით ვერაფერს ვერ გეტყვით დამატებით უკვე როგორც გითხარით დამატებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით დღეს. არ აპირებს რომ კორუფციულ დანაშაულზე უფრო მეტი თქვას რაიმე? ვერ გეტყვით. როგორც ადვოკატებისგან ვიგებთ, ერთადერთი რაც ახლა შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე ახალი განცხადება არ გამოქვეყნდება და უნდა ვიხმძღვანელოთ იმ წერილებით, რომელიც ამ დრომდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელით გამოქვეყნდა. ქართული ოცნება ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა, რომ არასერიოზულად წარმოეჩინა ყველა ის წერილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მათ წინააღმდეგ გამოაქვეყნა, არალოგიკურს თუ აბსურდულს უწოდებდნენ ოცნების დეპუტატები. დღეს კი ისიც ითქვა, რომ არსებობს ეჭვი ქართულ ოცნებაში, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის შეცდომაში შეიყვანა.